მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ვისაუბრებთ UFC Vegas 112-ზე და იმ ბრძოლაზე, რომელმაც ბევრი გულშემატკივარი შოქში ჩააგდო. გიგა ჭიკაძე, ქართველი სტრაიკერი, გამოცდილება კლასი და წლები UFC-ში. მის წინააღმდეგ ახალგაზრდა მშიერი და უკომპრომისო კევინ ვალიეხოსი იბრძოდა. ეს იყო ბრძოლა გამოცდილებასა და ახალ ტალღას შორის. და ახლა დეტალურად გიყვებით ყველაფერს, რაც ამ ორთა ბრძოლის შემდეგ მოხდა. ბრძოლა დასრულდა მეორე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით. გადამწყვეტი მომენტი იყო სპინინგ ბექფისტი, რომელმაც გიგა დააგდო, რის შემდეგაც ვალიეხოსმო იდაყვებით გააგრძელა შეტევა და მსაჯმა ბრძოლაში აჩერა. ეს იყო გიგა ჭიკაძის კარიერაში პირველი ნოკაუტით წაგება UFC-ში. ფაქტი, რომელმაც ბრძოლას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მისცა. ვალეხოსმა მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე გიგაზე თქვა, მგონია ჭიკაძე თავიდანვე აგრესიულად დაიწყებს და პირველივე რაუნდში მოინდომებს ჩემს დანოკაუტებას. თავადაც ამას ამბობს, მაგრამ მე თავიდანვე მზად ვიქნები. თუ ტექნიკურ ბრძოლას გადაწყვეტს, ამისთვისაც მზად ვიქნები. ამ გამარჯვებით ვალეხოსმა თავისი წაუგებელი სერია 6-მდე გაზარდა. პირველი რაუნდი შედარებით სტრატეგიული იყო. გიგა ცდილობდა დისტანციის კონტროლს, იყენებდა კიკებს, მოძრაობას და ტემპის მართვას. მაგრამ მეორე რაუნდში ყველაფერი შეიცვალა. ვალიეხოსმა გაზარდა ზეწოლა, უფრო ახლოს შევიდა, დაიჭირა მომენტი და ერთმა ზუსტმა სპინინგ ბექფისტმა ბრძოლა მთლიანად შემოატრიალა. ამის შემდეგ ის აღარ გაჩერდა. სწრაფი იდაყვები, აგრესია და ბრძოლა დასრულდა. ბრძოლის შემდეგ ვალიეხოსმა ძალიან ემოციური განცხადება გააკეთა. მისი სიტყვებით, გიგა ჭიკაძე მისთვის ლეგენდაა და ამ გამარჯვებას ის დიდ პატივად მიიჩნევს. მან თქვა, რომ ეს ბრძოლა მისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია და ამ გამარჯვებით სურს დაამტკიცოს, რომ მზად არის დივიზიონის ტოპ მებრძოლებთან საბრძოლელად. MMA საზოგადოებაში შეფასებები ერთმნიშვნელოვანია. ეს იყო საღამოს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ფინიში. ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ ამ გამარჯვებით ვალიეხოსმა სერიოზული განაცხადი გააკეთა ტოპ 15-ისკენ. რაც შეეხება ფანებს, ბრძოლამ დიდი ემოცია გამოიწვია. ზოგისთვის ეს შოკი იყო, ზოგისთვის კი სპორტის ბუნებრივი რეალობა. ახალი თაობა ყოველთვის მოდის. გიგა ჭიკაძე რჩება უმაღლესი კლასის სტრაიკერად, დიდი გამოცდილებითა და ისტორიული მნიშვნელობით ქართული MMA-ისთვის. თუმცა ეს მარცხი ნიშნავს, რომ საჭიროა სტრატეგიის გადახედვა, სწორი მეტოქეების შერჩევა და ფრთხილი დაბრუნება გამარჯვებების გზაზე. ეს ბრძოლა კარიერის დასასრული არ არის, მაგრამ არის სერიოზული სიგნალი. UFC Vegas 112-ზე ვიხილეთ, არა უბრალოდ ბრძოლა, არამედ თაობათა დაპირისპირება. კევინ ვალიეხოსმა გამოიყენა თავისი შანსი. გიგა ჭიკაძემ კი მძიმე, მაგრამ მნიშვნელოვან გამოცდილებას შეხედა თვალებში.